Salami ყველას, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო ბევრისთვის. დღეს გვექნება ვაჭრობა ბინაურ აფციონებზე, როგორც ხედავთ, პირველი ფსონი უკვე დავდები. თქვენი ყვავებით არსად რადინვესტ, მე მქვია შოთა და წავიდა დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო. $502 იყო საწყისი კაპიტალი დღევანდელი ვიდეოსი და ვნახოთ ვიდეოს ბოლოს რამდენი იქნება თანხა ანგარიშზე. აქ როგორც ხედავთ, მცირე დაღმავალი ტრენდი არის და მეც ამ ტრენდის გაგრძელებაზე დავდები. ანუ ქვემოთ წამოსვლაზე დავდები $22, დავდები 2 წუთით და როგორც ხედავთ, სამწუხაროდ მინუსში შევიდა ეს ფსონი. გადავდივარ შემდეგ ვალუტაზე, ვეძებ შემდეგ ფსონს. შემდეგ ვალუტებს ვარჩევ და ვეძებ, აი როგორც ხედავთ, აქ არის ცოტა ნორმალური, ასე ვთქვათ, მონაკვეთი იმისთვის, რომ დავდოთ ფსონი წამოსვლაზე ქვემოთ. ანუ ქვემოთ წამოსვლაზე. შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეოები, ანუ რასაც ვიღებ ახლა მე და რასაც ვახმოვანებ, უბრალოდ უკვე არის უბრალოდ ჩაწერილი და უბრალოდ თქვენთვის ახლა ვახმოვანებ. როგორც ხედავთ, აქ დავდები ქვემოთ წამოსვლაზე. დავდები 2 ფსონი 2 წუთზე $22. აი ზემოთ კიდევ დავდები 2 ფსონი ისევ $22. და როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი, ეს ყველა ფსონები შედის, ასე ვთქვათ, მინუსში. ეს უკვე არის ძალიან ცუდი მომენტი, ასე ვთქვათ, აზარტში შესვლის მომენტი არის რა. და რა ვიცი, საერთო რეზულტატი მე კი ვიცი, რაც არის ვიდეოში. აი როგორც ხედავთ, მეორე 2 ფსონი პლუსში შევიდა და გადამარჩინა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მინუსისგან, ხო? ანუ $4.22 იქნებოდა მინუსით. მაგრამ სამწუხაროდ 2 შევიდა მინუსში, 2 პლუსში. მაგრამ აიც არ აუშავს. აი აქ როგორც ხედავთ, დავდები უკვე ძალიან ბევრი ფსონი ქვემოთ წამოსვლაზე, მე მგონი როგორც მახსოვს 6 ფსონი იდო. და აი როგორც ხედავთ, ანუ ვიდეოები ამოჭრილი არის, რა თქმა უნდა, რომ დიდი დრო არ იყოს, ასე ვთქვათ, ეთერის და დიდი დრო არ წაგართვათ. როგორც ხედავთ, პლუსში შევიდა ყველა ფსონები. და აქედან დავდები უკვე ზემოთ წასვლაზე. ჰორიზონტალური ტრენდიც იხაზება, აქ მცირე ჰორიზონტალური ტრენდი და ანუ შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დაინახოთ მაგ. აი ახლა მოგინიშნავთ კიდეც და ტრენდის ქვედა ხაზიდან დავდები ზემოთ წასვლაზე. ანუ რა თქმა უნდა, ჰორიზონტალურ ტრენდს რო ვამბობ, ეს არ უნდა იყოს ზუსტად, ასე ვთქვათ, ყველაფერი ჩარჩოებში და ზუსტად ყველაფერი ისე როგორც, ასე ვთქვათ, ითქმის. აი როგორც ხედავთ, ეს ფსონი სამწუხაროდ მინუსში შევიდა. ანუ ტრენდი, ნებისმიერი ტრენდი არ აქვს მნიშვნელობა, გინდ ჰორიზონტალური იყოს, გინდ დაღმავალი, გინდ დაღმავალი. აი აქ როგორც ხედავთ, ისე 2 ფსონი დავდები, დაღმავალი ტრენდი არის, მაგრამ ტრენდის ზედა ხაზთან არის ეს, ასე ვთქვათ, გრაფიკი და შეიძლება რომ ითქვას, რომ ქვეით წამოსვლა იყოს შანსი ქვეით წამოსვლის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფსონები მინუსში შედის. ანუ როცა ვამბობ ტრენდს, გულისხმობ, რომ ტრენდი არის საერთო მასშტაბის ტრენდი. არ არის, ასე ვთქვათ, ტრენდი ყოველთვის იდეალური არ არის ტრენდი, ანუ ხაზიდან ხაზამდე ყოველთვის არ მიდის და ყოველთვის ხაზიდან არ ბრუნდება უკან. შეიძლება მცირეოდენად გასცდეს ხაზს და ისე დაბრუნდეს, შეიძლება არც მივიდეს ხაზამდე და ისე დაბრუნდეს უკან. არ აქვს მნიშვნელობა, აქ საუბრობთ აღმავალ ტრენდზე თუ ჰორიზონტალურ ტრენდზე. ნებისმიერ საერთოდ ფიგურაშიც. არ არის აუცილებელი, რომ ზუსტად ყველაფერი კარგად იყოს. ანუ იდეალურად ხაზებში რო ჯდებოდეს რა. აქ როგორც ხედავთ, აღმავალ ტრენდზე მქონდა დადებული ფსონები და ყველა ფსონები, ასე ვთქვათ, შევიდა პლუსში. და საერთო შედეგი ახლა თქვენ თვითონ ხედავთ ეკრანზე, $571 არის ახლა ანგარიში. ანუ $502 იყო და გამოდის $79 პლუსი. ჩემი აზრით კარგი შედეგი არის, ცოტაოდენი რისკები გქონდა ამ ვიდეოში, შეიძლება ითქვას, ცოტაოდენზე მეტიც კიდევ, რაც ასე ვთქვათ, ჩემი შეცდომა იყო და ეგ ყველაფერი არ უნდა გამეკეთებინა, ანუ უნდა გამეკეთებინა რისკები მინიმალური, ანუ უნდა შევსულიყავი ისე, რომ მინიმალური დანაკარგი ყოფილიყო, ანუ ძალიან მცირე ფსონებით, ძალიან კარგ მონაკვეთებში და ასე შემდეგ, ხო? ეს უბრალოდ უკვე ჩემი ბრალი იყო. მოკლედ, დაგემშვიდობებით ამ ვიდეოთი, გამოიწერეთ აუცილებლად ტრადინვესის YouTube არხი, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, ასევე ჩართეთ ზარის ღილაკი, ასევე ტრადინვესის Telegram არხით შეგიძლიათ გამოიწეროთ, Facebook გვერდით შეგიძლიათ გამოიწეროთ, ასევე ამ საიტის ლინკიც იქნება აღწერაში და ეს ყველა ლინკები, რაც ჩამოვთვალე ახლა, ყველა ამის ლინკები იქნება ყველაფერი აღწერაში და შეგიძლიათ აღწერის ლინკები გამოიყენოთ, რა ვიცი, ყველაფერი საჭირო და საინტერესო ლინკები მოკლედ აღწერაში იქნება. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და კარგად გისურვებთ წარმატებებს, რაც არ უნდა იყოთ, კარგად.